საღამოშვიდობის აქ ალბათონებოდა ბატონებო, დიდებო და პატარებო. მოგესალმებით ყველას და სიხარულით გეტყვით რომ ეთერშია მიმღერე. ეს განსაკუთრებული ტური გვაქვს და უკვე ტრადიციულად ქცეული ტური გვაქვს კიდევ ერთი. მოიცა რომელი ერთი? რომელი ერთი და დღეს უნდა გავარკვიოთ ჩვენი ოჯახები, რომლებიც ასე ფანტასტიკურად მღერიან ქართულ ენაზე, როგორ მღერიან სხვა ენებზე. აი ამის გარკვევა შევეცდებით დღეს. მაშინ ვიმღეროთ ყველა ენაზე. და რა თქმა უნდა, სადაც სიმღერა, იქ აუცილებლად არიან. ჩიქოვანების მომღერალი ოჯახი. ეკა, მარიკა, გვანცა და გიგლა ჩიქოვანები. და-ძმა სიხარულიძეები. გიორგი და ნინო სიხარულიძეები და ჩვენთან ერთად არის გიორგის ქალიშვილი სოფო სიხარულიძე. მამაშვილი დავითიანები. გია და ნინუცა დავითიანები. შავებში. ზოწენიძეები. დედაშვილი გიორგი და თამარი. ორი ვარსკვლავი. მაია ჯაბუა და თემურ თათარაშვილი. მიჩილაშვილები. ზიადი და ნინა მიჩილაშვილები და თამარ სოხაძე. ბებია და შვილიშვილი და ელიზაბეთ გურჭულაძე და ნუცა თოფურია და ისინი მარტო არ არიან, მართალი ხარ დღეს ჩვენთან ერთად იქნება მარიამ შენგელიაც. დედაშვილობა. რატი მეზრიშვილი და თამარ მაცაცო კოტედიშვილი. მაცაცო. ახლა კი დრო ასენაზე მოიწოდეთ ჩვენი პირველი მონაწილე. კი ბატონო, დავითიანების ოჯახი. გია და ნინუცა. გია, ესე იგი ეპიზოდი გვაქვს ეგეთი უცხოური სიმღერები რა. ეხლა ამდენ ამას რომ მომთხოვთ ძმაო მე რა. არა, ბევრს არა, ერთი სიმღერა. რა ვქნათ? არ ვიცი, გინდა იტალიურ ენაზე, გინდა ინგლისურ ენაზე, ფრანგული, რა ვიცი, ჟეტემ, ერთი სიტყვა ვიცი. რამე ისეთი გახსენდება რაღაც, თან შე რომ მოგიხდეს. არა, ნინუცაც, ხო, ნინუცასაც რომ მოგიხდეს. ბესამე მუჩო. რატონობა ესა? ვა. Bésame mucho. O მართლა კაი. Como si fuera esta noche la última vez. მიდი გახსენი. გახსენი. ძალიან კაი. ახსნას ტკივრი. მიდი. გახსენი. ახსნილია ძმაო და ეხლა მოვიწერა. Bésame mucho, como si fuera esta noche la última vez. Bésame mucho, que tengo miedo perderte, de verte despierto. Bésame mucho, como si fuera esta noche la última vez. Bésame mucho, que tengo miedo perderte después. Quiero tenerte muy cerca, mirarme en tus ojos dormir,
Pensas que dar un brazo salvarte Sejos de ti Bésame mucho Como si fuera esta noche la última vez Bésame mucho Que tengo miedo perderte después cerca mirarme en tus ojos perder junto a mí Piensa que tal vez mañana yo estaré muy lejos de ti Bésame mucho Como si fuera esta noche la última vez Bésame mucho Que tengo miedo perderte después Bésame mucho Que tengo miedo perderte Браво! მამაშვილი დავითიანები. ძალიან დიდი მადლობა. Bésame mucho. აზზე მეტ ენაზეა ნამღერი ეს სიმღერა. ხო, ყველაზე პოპულარული სიმღერა ალბათ. კი, მე-20 საუკუნის განსაკუთრებით. ეს და Osole mio. Osole mio. კი ბატონო, მაგრამ ასეთი შესრულება მე მგონი რომ ბევრი არ მოგვისმენია. დამეთანხმებით? ისეთი კარგი იყავი, ესე იგი რომ შემდეგ ტურებში მამაშენი დავსვათ იქა და შენი დექი სცენაზე. ძალიან კარგი იყო. ზოგჯერ ცოტა შურიც კი შეიძლება გქონდეს. მე პირადად როცა უყურებ, რომ მშობელი და შვილი ერთად არიან სცენაზე. ხუთიანი. ჩემი ვარსკვლავი შენ. თქვენი დუეტი არის ძალიან როგორც პროდუქტად ძალიან საინტერესო მართლა და მგონია რომ შეიძლება ძალიან დიდი მომავალიც გქონდეს ამას და აგერ არის ფაქტიც. ძალიან კარგები ხართ, ძალიან მაგრები ხართ. ერთად ძალიან მაგარია. დიდი მადლობა. დიას დაკრულ საქსოფონზე ჩემი ბავშვობა გამოხსენდა მე და გია როცა მოღვაწეოდით ერთად და ეს ყველა შორის ვიკითხე ეს ის საქსოფონია მეთქი და კი ეს ის საქსოფონია 40 წელი რომ ესე გემოვნებიანად ის რაღაც ესეთი ნიუანსები გაატარა. აი საოცრად შეასრულე გია საოცარი რო ხაშენზე მან სამ ხო საერთოდ ნუ არ ვეცედა. საოცარი გოგო ხარ, საოცარი და ძალიან მიხარია რომ ესეთი ლამაზი და წარმატებული ხარ. გენაცვალეთ თქვენ. ნინოცა საოცრება იყო შენს ადგილას ბევრს ვიმღერებდი მამასთან ერთად და ცოტას მამას გარეშეც. ცოტა მამას გარეშეც. და ყველაზე მეტად, აი რაც მომეწონა და რაც აი პირდაპირ ჩანდა ეს რომ დიალოგი გქონდათ, დიალოგი მამაშვილს, მუსიკალური დიალოგი და ეს ყველაფერი გადმოდიოდა ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა. აპლოდისმენტებით გაგაცინებთ დავითიანებო. დიდი მადლობა. მე მგონი შეგვიძლია რომ ჩვენი სპონსორები წარმოდგინოთ ჩვენს მაყურებელს. შენი წებ ავერსით, დაიწყე? რა თქმა უნდა, ვიწყებ ავერსით. ჩვენი სპონსორია კომპანია ავერსი, სადაც წარმოდგენილია იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი ელგონი, რომელიც მდიდარია თმის საღებავების მრავალფეროვანი პალიტრით და ეფექტური შემადგენლობის მოვლის საშუალებებით.
და მორგებულია ქალბატონებისა და მამაკაცების სურვილებზე და საჭიროებებზე. ასია ნამდვილად და ელგონი იყავი გამორჩეული და შეინარჩუნა ინდივიდუალიზმი. ბოლერო. ჩვენი სპონსორია ბოლერო და კომპანია, რომელიც ლიდერია ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში. ფლობს საკუთარ ვენახებს და მეღვინეობებს კახეთში, ღვინო მზადება სპეციალურად შერჩეული ვენახიდან და ყველა პროცესი აუცილებლად გადის მეღვინის ზედამხედველობის ქვეშ. და რაც მთავარია, ბოლერო და კომპანია ჩვენთან წარმოდგენილია საბადოს საუკეთესო ღვინოებით. ჩვენი სპონსორია კომპანია ტკბილი ქვეყანა, რომელიც უკვე მრავალი წელია ანებიურებს საკუთარ მომხმარებელს ხარისხიანი ტკბილი პროდუქტით. იცხოვრეთ ტკბილად? იცხოვრეთ ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან ერთად. და ჩვენი სპონსორია ამერიკული ავეჯის სახლი Ashley Home Store. ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ავეჯი და სახლის დეკორი ნებისმიერი დიზაინის ინტერიერისთვის. მოუხდინე შენ სახლს Ashley. ჩვენი სპონსორია კომპანია ნატალი 28 წლიანი გამოცდილება ჯანმრთელობისა და სილამაზის სფეროში. ჩვენი პარტნიორია რესტორანი პაემანი ვერაზე თბილისური თავშეყრის ადგილი ნაფარეულის 8 ნომერში, სადაც დაგხვდებათ უგებრიელესი კერძები და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნებენ ჩვენი გოგონები. გულიკო და თამრიკო. მოემზადე? რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდამჭერია რადიო იმედი. რადიო იმედი. აი ახლა კი ყოველგვარი რაღაცეებისა და ესეთი იუმორის გარეშე მინდა აღვნიშნო დღევანდელი შენი სილამაზე. ძალიან დიდი მადლობა. დამეთანხმება დარბაზიც რომ 100-ია ეს და საოცარი ხარ დღეს რაღაცნაირად განსაკუთრებული ხარ და დიდი მადლობა. აუცილებლად მინდა ლაშა ჯოხაძეს უთხრა მადლობა ლაშა. მადლობა ლაშა ჯოხაძეს. შემდეგი ვინ არის? თქვა მე თუ იტყვი შენ? არა მე ვიტყვი მაგრამ ვინ არის? სიხარულიძეები. მართლა სიხარულიძეები. სოფო, ორი აზრი არ არის რომ უცხოვრი ახლა შენ უნდა იმღერო. ფიქრობ ჯაზს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვა რაღაცებით შეგვიძლია რომ განვიხილოთ. რა ჩვენ გინდა მამა ის უნდა იმღერო. იყო ესეთი ვერსია ერთი რომ ყოფილიყო Frank Sinatra-ს Love, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც აქეთ მხარე აი Billie Holiday ან Ella Fitzgerald-ის რამე რო ავარჩიო. ეხა გაქვს საშუალება რომ რაც გინდა ის იმღერო. ხო და ვფიქრობ რომ ეს ჯაზი ჩემ თავს უფრო კარგად წარმოაჩენს, თან რადგან პირველად მომიწევს მარტო ეს სცენაზე სიმღერა, ვფიქრობ რომ Stars shining bright above you. ეგიმღერო. თან სხვა ვერსიაც არის და კარგად გაკეთდება ჩემი აზრით. ვაიმე, იქნება ამ პროექტმა მაინც გადაგაფიქრებინოს და ჩააბარო კონსერვატორიაში, ა? ხო, ნახოთ. მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა შეიძლება შეგეცვალოს. კი, მგონი იწყება ეს გარდატეხა ჩემში. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. Shining bright above you. Night breezes seem to whisper, I love you. Birds singing in the sycamore tree. Dream a little dream of me. Say night night and kiss me. Just hold me tight and tell me you miss me. While I'm alone and blue as can be. Sunbeams find you. Sweet dream that leave all worries behind you. But in your dreams, whatever they be, dream a little dream of me. Dreams
till sunbeams find you. Sweet dream the little worries behind you. But in your dreams, whatever they be, dream a little dream of me. Dream a little dream of me. Dream a little dream of me. Bravo, Sofo! Bravo! რა სიხარული ძე ხარ კი არა, სიხარული ადამიანი ხარ შენ. ძალიან დიდი მადლობა, მართლა რაღაცნაირად. Bravo! გავაცოცხლეთ ეს უკტავის სიმღერა და რა თქმა უნდა არ შემიძლია რომ არ თქვა ნოდარ ექვთიმიშვილის დამსახურებად. ფანტასტიკური იყო. ისეთი კარგი გოგო ხარ, ისეთი კარგი განწყობა მოდის, ძალიან გემოვნებიანი ხარ, ყველა ფრაზა იყო ძალიან გემოვნებიანი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ აი ჩემი თაობის წარმომადგენლები და ამეთანხმებიან და არა მარტო. საოცარი გოგო ხარ, საოცარი და მადლობა ამ სიამოვნებისთვის. მადლობა. ერთს დავამატებ, რომ მამიკოს არ ეწყინება ალბათ ის ურჩევნია მამულსა, რომ მართლა ძალიან მაგრა იმღერე. აი რა. არა, თავარია ნახე როგორ არის კიდე ორნი ხედა, ნახე. კი, პატარების მოსულან და ძალიან მაგარი იყო მართლა. მადლობა. შენიერები, რაპუნცელები. სოფო. ესე იგი დღეს განსაკუთრებული ხარ, როგორც მუსიკალურად, ისე მსახიობი ხარ, ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული, ნუ არც არის გასაკვირი, რა თქმა უნდა. ისეთი ოჯახის შვილი ხარ შენ და მადლობა მინდა გადაგიხადო. ძალიან დიდი მადლობა მაგარი გოგო. დიდი მადლობა ჩვენს ბენდს და ბატონ ნოდარს ექვთიმიშვილს. სოფოს რო უსმენდი, თვალი გამეპარა მამამისისკენ და ნეტა გენახად რა. ამაყი იყო? ამაყი. გენეცალი სოფო, ძალიან კარგი გოგო ხარ. ძალიან ლამაზი იყავი, ძალიან კარგი იყავი, ძალიან სწორად მოდიოდა შენი ბგერათა თანწყობა და წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. მადლობა. სოფო, ძალიან მაგარი გოგო ხარ. მართლა პირდაპირ გეუბნები, იმიტომ რომ აი ახლა შენ რაც გააკეთე ამ არტისტულობას, ამ სიმღერას, ასე ერთ ადგილას ჯდომას და თან თვალებით ასე თამაშ, თან მღერას, თან კარგად მღერას, რაც თავარია, ძალიან დიდი გამოცდილება ჭირდება და თუ მართლა პირველად იყო ახლა ეს შენ ცხოვრებაში და არ გვატყუებ. ეს საერთოდ გამორჩეულია ტყუილები. თითქოს ეს დადის და იტყუება ხოლმე ყველაფერს. ოჩახ სოფო. განსაკუთრებით ეთერში. ესე იგი მე რო არა თქვა ხო არ შეიძლება. რა თქმა უნდა, თემურ, როგორ შეიძლება? ბევრ მომღერალს არ აქვს ის, რაც გაქვს შენ. აი ენერგეტიკა წამოვიდა ისეთი, რომ და მაიას უთხარი ჩუმად გადაუჩურჩულე, რომ სმენა გაქვს ასწავლი სხვადასხვა. იმიტომ რომ აი ერთი პატარა დეტონაციაც კი არ აქონია მთლიანი სიმღერის განმავლობაში, მით უმეტეს თუ პირველად მღერი მართლა. არა, მე ვიზახი ხო. კაი გოგო ხარ მოკლედ, წარმატებას გისურვებ. სოფო მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. თუ შენ ახლა მართლა ეს უნდა დაიწყოია. თუ შენ მართლა არ იტყვი და პირველად არა მე მჯერა, იმიტომ რომ პირიქით ამას მინდა გაუსვა ხაზი, რომ საოცრად გულწრფელი ხარ სცენაზე. რა თქმა უნდა, იყო მართლა ძალიან სუფთა ნამღერი, ძალიან გემოვნებიანი ნამღერი და აი ისეთი ხიბლი გაქვს არაჩვეულებრივი, რომ აი მართლა მონუსხულები ვართ სულ ყველა. მადლობა. გავაცილოთ ახლა სოფო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თუ თავი იქნება შემდეგი ოჯახი. არ ვიცი? არ ვიცი. ჩიქოვანების ოჯახი. ჩიქოვანების მომღერალი ოჯახი სცენაზე. მარიკა, ეკა, გვანცა და გიგლა. მარიკა. პრინციპი ვერუდით ესპანურს ერთი. მაგრამ არგენტინული პროსტორად, ხო, არა ესპანური, ნეაპოლიტანური, ხმლის სიმღერა გერმანული იყო ყველა, ნუ მაგრამ გერმანული, ჩეხური, ახლა ჩეხური ხო, არა, რატო კლასიკა რა კივით და ალაბიევით და რადილი. მაგრამ მე მგონი მოდი ნეაპოლიტანურზე შევჭერდეთ. რაც ჩვენში ესე თუ ისე უფრო გამჯდარი არის და ყველა ისე სამხიარულოც არის და სასაცილოც არის გაგებით. ძალიან საყვარელი. თვითონ ხო ესეთი სიმღერა არის და იცი რა მახსენდება ის ხო გახსოვს მე მგონი ძველი ტურისტი მამა და დედას უსი შეკრება იყო და იტალიელები რო იყვნენ და მე და შენ მიმღერეთ და რა ამბავი ატყდა რომ რა ბავშვები საიდან სახასიათო სიმღერა ჩუჩერი აბა პატარა ჩუჩური არის მაგრამ იქ არის ესე რომ
სიყვარულში არ გაუმართლა, რაღაცაში არ გამოდა შენ, ჩემო მეგობარო ჭუჭარა, შენ მაინც იარე, შენ გამიმართლეო, რა, მე ამ ცხოვრებაში ტირე ჭუჭარიელა. რამდენში არ გამომართლა ადამიანებს, ესეც რაღაც სტიმულია რა, მაგრამ მოგლეს მე ვარ ჭუჭარე. ჭუჭარელზე შევჭირდეთ იმბატონ. Копана страда янка суланя, не цела зоря лари кампания нам гарета пичерело, piano se ne va, non sa fatica sto ciucciarella, non te ne pressa cadenia fa, e sto lontano Stepanisello, a nessuno c'è da sapere. Tira, 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 ciucciarella, sta caratella, tirala tu. E suona, suona, suona campanella, ma che aspettava, non c'è sta più. Una femmina busciara m'ha lasciato, lontano da campagna se n'è chiusa. E tira, 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 ciucciarella, pena da strada, portami tu. E tira, 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 ciucciarella, sta caratella, tirala tu. E suona, suona, suona campanella, ma che aspettava, non c'è sta più. La femmina busciara m'ha lasciato, lontano da campagna se n'è chiusa. E tira, 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 ciucciarella, pena da strada, portami tu. La femmina busciara m'ha lasciato, lontano da campagna se n'è chiusa. E tira, 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 ciucciarella, pena da strada, portami tu. Bravo, bravo. მე თქვენ ჩამოგაგწევთ ხელს. დიდი მადლობა ჩვენს ბენდს. ვერ დავაჯინეს კამზე. მართლა მთელი ეს 3 თუ 4 წუთი ცეკვავდა და მეც ესე შევყურებდი, ისე კარგად გამოსდიოდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ვარ გავიმეოროთ და გვაჩვენე. ფანტასტიკური იყო. სასწაული შესრულება იყო. ძალიან დიდი განწყობა მოიტანეთ და ძალიან ლამაზი იყო და გადასარევი შესრულება იყო. დიდი მადლობა ჩიქოვანების ოჯახს. გენაცვალეთ ჩემი თავი. მადლობა. საოცარი ოჯახი, საოცარი ნამღერი, სავიზიტო ბარათი ხართ ქვეყნის, როგორც ნიმუში, ოჯახში როგორ უნდა მღეროდნენ და როგორ უნდა ცხოვრობდნენ. უღრმესი მადლობა. ყოველი თქვენი ნამღერი
დიდ კულტურასთან არის დაკავშირებული და ყველანი კულტურულად, ყველანი ისე ლამაზად მღერით, რომ ეს მსმენელსაც და მაყურებელსაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მადლობა ამისათვის თქვენ. მართლა არ აქვს მნიშვნელობა რომელ ენაზე იმღერებთ, იმდენად ეს ერთიანობა ისე კარგად გაქვთ, ეს ჰარმონია ისე კარგად მოდის თქვენგან. ჩემი ძალიან დიდი მინუსია ის, რომ ბევრი თქვენი სიმღერა არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ახლა ვხვდები მთელი საქართველო რატო გიждდებოდა და რატო გიждდება თქვენზე. მეც ვგიждდები უკვე თქვენზე მართლა. ძალიან მაგრები ხარ. ამდენი შექები ავნერიული გამიში აქამდე. ძალიან დიდი მადლობა. გავაცილოთ აპლოდისმენტებით. შემდეგი მონაწილე ნამდვილად ჩვენ უნდა დაგითმო და მოდი გამოაცხადე ვინ იქნება შემდეგი ამ სცენას. ორი ვარსკვლავი. რა ვიცი, მაინც გადავწყვიტე, რომ აქაც ჩემი რეპერტუარიდან შემესრულებინა ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელიც დათო ევგენიძეს ეკუთვნის, ნაწილობრივ ტექსტი, ნაწილი ჩემია, ნაწილი ირაკლი შემოგვიერთდა ჩარკვიანია ამ პროცესში წერის დროს და დანარჩენი მერე უკვე ირაკლიმ დაასრულა მეორე კუპლეტი თავის მისამღერით, ასე რომ აი ესე შეიქმნა სულ რამდენიმე წუთში ეს სიმღერა You and I ქვია და რაღაც ისეთი ჩვენს რაც პატარა ისტორიას უკავშირდება, ჩვენს თავგადასავალს, რომელიც რამოდენიმე მეგობარს ქონდა ესეთი ძალიან დაუვიწყარი მოგზაურობა აფხაზეთში და რაღაც ჩამოვედით, გაჩნდა სურვილი, რომ აი ამ ისტორიისთვის მიგვეწყნა ეს სიმღერა, ანუ დათოს შინაარსი, არსი, რაზეც უნდოდა და აი ესე ინგლისურ ენოვანი თავისთავად რატომღაც ასე მოხდა. დიდი სიამოვნებით შევასრულებთ, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია აღარ მიმღერია ეს სიმღერა. You and I sorrow fly every time above us. That's alright. You and I dream across Elorus in your eyes. That's alright. Music stands as my piano in your eyes, but the sunlight in your hands lit my face. You and I sorrow fly every time above us. That's alright. You and I dream across Elorus in your eyes. That's alright. Music sends as my piano in your eyes, but the sunlight in your hands lit my face. Music stands as my piano in your
lit my face. You and I, we had flowers, we had train in the rain. Okay, goodbye. Bravo! ძალიან დიდი მადლობა. როგორც ამბობენ ხოლმე ჩვენი ოჯახები, ამბის თხრობა მე ასეთი ვიცი და ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ და ძალიან დიდი მადლობა დავით მაწანაშვილს. მე ვიტყოდი რომ კიდე დათოს ძალიან დიდი მადლობა რომ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა შექმნა დათო ევგენიძეს. ქალბატონო მაია. უდიდესი მადლობა ამ საოცრად ემოციური შესრულებისთვის ამ სიმღერის. უმაგრესი სიმღერაა და იმდენად კარგად ასრულებთ, იმდენად მაგრად ასრულებთ ამ სიმღერას. ეხლა თემურს ვეუბნებოდი, რომ პირველად მოვისმინეთ თქვენი არაქართულად შესრულებული სიმღერა და ვერ ხვდები რატომ მოვისმინეთ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მოკლედ საოცრება ხართ. მადლობა. ქართული ვარსკვლავი ხარ და უცხოური ვარსკვლავი. დიდი მადლობა. საოცარი ხარ. ძალიან მიყვარხართ, აი არაჩვეულებრივი ხარ. ადამიანი, მომღერალი, მუსიკოსი, კეთილშობილი. დიდი მადლობა. ულამაზესი. და მე კი არ გაფასებ ახლა, აი როდესაც გისმენ, ყოველთვის დღეს არა მარტო, აი ჩემი სხეულით გრძნობ ამას, აი რაღაცა მემართება სხეულში და ამისთვის უღრმესი მადლობა. ეს არ ხდება ხშირად. დამეთანხმებით. არავის ქავერი. თვითონ. ის რაც არის ნამდვილი, რაც არის მართალი და რაც არის მაღალი კლასის უცხოურ ენაზე დაწერილი მაღალი კლასის შესრულება. განეპირებულები არა ვართ ნამდვილად ეს უნდა ისმოდეს და უნდა ისმოდეს აუცილებლად. გამორჩეული მომღერალი იყავი ჩემთვის. ყოველთვის გისმენდი დიდი სიამოვნებით. გარდა ქართულისა არ მომისმენია სიმღერა. პირველად მოგისმინეთ ახლა და იმდენად თქვენთან ვიყავი ყველანაირად რომ გამომაფხიზლა ნუცა მოცებ. იმდენად ვიყავი ისიც აი რაღაც არ ვიცი რა აი როგორ გითხრათ. აბა ყველაფერი ნათქვამია იზაბელო. ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგონა გენაც. დიდი მადლობა. კარგი, აპლოდისმენტებით გაგაცინებთ. თორე ცხენია მართლა განაიტყუება რომ არც მაი არ იტყუება. თუტა ვინ იქნება შემდეგი? მაცაცოს ბიჭი. რატი მეზრიშვილი. რა გითხრა რომ დიდად უცხოურ სიმღერებთან მეგობრობთ მეთქი, არა, მაგრამ რაღაცებს ხანდახან 1000-ში ერთხელ ვასრულებდი ხოლმე და აი რას მაგალითად, აი რა. რავი, მაგალითად Smile ან რავი My Funny Valentine შეიძლება. Valentine's კარგია, ხო, აი ესეც ბალადა მოგიხდებოდა ამ Frank Sinatra, Anthony Bennett. Tony Bennett რომ გერის All the Good Life. მაგრამ არ ვიცი არაფერი, არც ტექსტი და აი ბოცა რო სინჯოთ, აი უბრალოდ რო სინჯოთ, აბა. მოძებნი. მოძებნი, აბა მოძებნე მან. Oh the good life full of fun seems to be the ideal. Oh the good life. მე რო ვიყო მაყურებელი და მოგისმინო და ვისმენდი ამას, მე მაგალითად ძალიან მომეწონებოდა. ეს ძალიან კაი არის. ეს რაღაცა თან შენ ტემპს უხდება რა, ტონალობაც მე მგონი არის. კი, რა რამე დოშიც შეიძლება რა, შეიძლება. კი. და იქნება რაღაცა ექსკლუზიური, მე არ მახსენდება რომ საქართველოში ეს სიმღერა ვინმე სიმღერავს. ძალიან კაი სიმღერა. იმერეში იქნება პატარა პრემიერა ამ სიმღერის, იმიტომ რომ მართლა არავისგან მომისმენია რა.
good life, full of fun, seems to be the ideal. The good life lets you hide all the sadness you feel. You won't truly fall in love, for you can take the chance. So please be honest with yourself. Don't try to fake romance. It's the good life to be free and explore the unknown. Like the heartaches, when you learn, you must face them alone. Please remember, I still want you, and in case you wonder why, well, just wake up, kiss the good life goodbye. Please remember, I still want you, and in case you wonder why, well, just wake up, kiss the good life goodbye. დიდი მადლობა. სიმღერის სათაურის არ იყოს ჩემო დუტა. ეს არის კარგი ცხოვრება, როდესაც აი ზიხართ, აი ასე მშვიდად წყმარა და ამარა ჩვეულებრივ შესრულებას უსმენ. დიდი მადლობა და მაგაზე იყო სიმღერა? ამაზე იყო კი. აბსოლუტურად სხვანაირი რატი მოვისმინეთ ამ ტურში, განსხვავებული ძალიან თავისი, რა თქმა უნდა, უნიკალური ტემბრით, რომელიც სხვადასხვა სიმღერის შესრულების დროს თითქოს სხვა ადამიანი ხარ, ისეთი გარდაქმნა ხდება ხოლმე. ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ და ბევრი წარმატება და გვიყვარხარ უკვე ძალიან სიხარული ძაებს. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად წარმოუდგენელი იყო შენგან აი ამ სიმღერის შესრულება ასე დონეზე, რაღაც უცებ გამახსენდა ჩიკაგოში კლუბებში მე და სეფაშვილი დავდიოდით ხოლმე დიდი ხნის წინ და ესეთი კაი მუსიკა ისმოდა და ესეთი კაი ნამღერი ქვესმოდა. კაი ბიჭი ხარ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე იმღერებდი. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ახლა უკვე ეგეც ვიცით, რომ უკვე წარმოგიდგენია ახლა. რატი ძალიან მაგარი მომღერალი ხარ. საოცარი ქარიზმა გაქვს თავიდანვე გითხარი, ხო და ცოლი არ ყავს, ხო? მოიცა ბიჭო, აცალე ცხოვრება. პირდაპირ აქვე. გოგოებს წარმომიდგენიან, როგორ აქვს თვალი დადგმული ახლა შენზე. გოგოებს როგორ აქვს დადგმული? აღაშენილია. თვალით შენზე სხვათა. ვაშ, გაიწიე, შუაში ჩასვით. დუტა. ამ ეპიზოდში შეიძლება რომ გადავარქვათ რატი ბენეტი. ხო, ტონი მეზრიშვილი შეიძლება, მე მგონი გვარი შევინარჩუნოთ ქართული. ტონი. რატი არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ, მართლა წარმოვიდგინე, ჯერ ერთი რაღაცა სიღრმით იმღერე, რაღაცა ესეთი ესე მღერიან, უკვე ძალიან ცხოვრება ნანახი ესეთი, ხო, იმიტომ რომ ღრმა ნამღერი იყო. შენ არ ხარ მხოლოდ მომღერალი ხარ, გეტყობა რომ ხარ მუსიკოსი.
და ხარ ცნობის მოყვარე ადამიანი და შენს მუსიკალურ აზროვნებასაც ეტყობა, რომ აი ისეთი ხარ რაღაც, აი როგორი მოусვენარი პატარა ბიჭივით დარბი ხარ ხოლმე აქ მართლა გავხარ 5 წლისას. ეს კარგი თვისებაა, იმიტომ რომ გაინტერესებს ყველაფერი და იმიტომაც იღებს შედეგს და რა ვიცი, მე მგონია რომ შენ ძალიან კარგი დიდი მომავალი გექნება. იმიტომ რომ შენ ხელშია ეს ყველაფერი. დავამატებ ერთს რა, როგორც გიორგი ბრძანა. სიხარულის ოჯახს ხო უყვარხარ, ჩიქოვანების ოჯახსაც, მაგრამ თუ უყვარხარ. მე ძალიან მიყვარს ორივე ყველა ოჯახი, არა მხოლოდ თქვენ. მე ვიტყვი ერთ სიტყვას რა. რატის მანამდე ვიცნობდი და სულ ისეთ სიტუაციაში მყავს ნანახი, სადაც ვიცინოდი, ვღლიცინებდი რაღაცა და რატისე ცოტა ესეთი წარმოდგენა მქონდა ამ პროექტში. ცოტა ცეთი ბალღი გეგონა. მართლა ამ პროექტში მე აღმოვაჩინე სხვანაირი ადამიანი, რატი, რომელიც არის ძალიან ესეთი ღრმა ადამიანი, აი ალალი, გულწრფელი, სერიოზული. ოქროსბიტია კი. არ ვიცი, მე რატი მიყვარხარ? ძალიან მიყვარხარ. ვერ მივხვდი რომ ჩემს ლაპარაკობ. მართლა, აი არ ვიცი, სხვანაირი რატი დავინახე და მადლობა ამ პროექტს ამისთვის. მადლობა, მიყვარხარ რატი. დიდი მადლობა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, მარიამი ყველაფერში დამეთანხმება ზუსტად ვიცი. იჯდებით რატი შენზე. მართლა, ყურით დადგმული ქონდა, თვალით დადგმული ქონდა. გავაცილოთ აპლოდისმენტებით ეს ბიჭისები და სასწრაფოდ. დიდი მადლობა. ნახეთ როგორი ადგილი დაუთმეს რა. შუაში. დატი შუაში. შუაში ჩაჯექი. აჰა. მომწონს ეს განლაგებაც ძალიან მომწონს, იცი ესეთი. კაი, გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ და შემდეგი ოჯახი უნდა მოვიხმოთ. რას ლაპარაკობ? ულამაზესები და უმშვენიერესები. გაგიჭირდება ასე არჩევა ახლა ჩვენი ოჯახებიდან? მუკვახოლი ვამის. მუკახოლციე, დუტა. დუტა მუკახოლბო. ჰა? თაფურია შენგენია, კუმარტაზე. ხაჭერს მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელიც და მსმენელიც ჩემგან არის ქართულს მიჩვეული და მეც სხვანაირად საერთოდ სხვა ადგილი უკავია ქართულ სიმღერას ჩემს რეპერტუარში, მაგრამ უცხოურიც მრავლად არის და შეიძლება ითქვას, რომ კონცერტებზე და სხვადასხვა საღამოებზე, როგორც ზუსტად იმდენ ქართულ სიმღერი, რამდენსაც უცხოურს და ძალიან მიყვარს უცხოურის შესრულებაც. და როგორც ჩაივიდა მიმღერე მარიამ შენგელიას გარეშე, რო არ ყოფილიყო ჩემთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ მარიამი დავიმატო ამ ტურში. შევარჩიეთ ყველა საყვარელი აბას რეპერტუარიდან Winner Takes It All. მგონია, რომ ძალიან კარგად მოვირგეთ. და ისეთი სიმღერა, რაღაცა ორი გოგო, გამოპრანჭულები ვიდგებით და ვიმღერებთ Winner Takes It All. და მგონია, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. About the things we've gone through, though it's hard on me. Now it's history. I played all my cards, And that's what you done too. Nothing more to say. No more race to play. The winner takes it all. Losing, standing small beside the victory. That's the destiny. The winner takes it all. The losing, standing small beside the victory. I was in your arms, thinking I belonged there, figuring it made sense, building me a fence, building me a home.
დიდი მადლობა. ძალიან მაგრები ხართ გოგოებო. რა კარგი იყო რა. მართლა არა ჩორები. ძალიან კაი იყო. რატი დაიწყე? უსასრულოდ შეიძლება თქვენ ვოკალურ მონაცემზე საუბარი, ვიზუალურზე, ან იმას ვიტყვი, რომ ბედნიერია სამეგრელო, რომ ესეთი დუეტი ყავს დღეს. და მთელი საქართველო. რატო ეხლა? მადლობა რატი. მოვალთ ჩვენთან მალე. არ მოიწყინო რატი დაგიბრუნებთ გოგოებს. კარგი გოგოები ხარ, ჯერეთი კაი შესახედავები ხართ. გიხარია რომ უყურებ ხო? რა თქმა უნდა გიხარია. აი რაღაც მე და მაიას გაგვახსენე, ხო მეგრელები ესეთი ლამაზები ვართ, აგერ ჩაბუო. ნამდვილად ძალიან ლამაზი გოგონები არიან ახლა. ამაზე ორი აზრი არსებობს, მაგრამ თავარი ის არის კიდევ რომ სცენაზე ბრწყინავთ. მართლა. ძალიან მიყვარხართ ორივე ადამიანურათაც, როგორც მომღერლები, ასეც, მაგრამ ერთად კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ და კიდევ უფრო კარგები ხართ. დიდი მადლობა და დიდი მადლობა. მადლობა. ორი ბრილიანტი. ესეთი სიფრიფანები რო ხართ და ამხელა ენერგია და სიცოცხლის სიყვარული რომ მოდის თქვენგან. დიდი მადლობა და რა ბედნიერები ხართ თქვენ რომ წინ გაქვთ მთელი ცხოვრება და ძალიან დიდი სიყვარული თქვენი ხალხის. მადლობა. ორი ციცქინა სიფრიფანა რაღაცა ნარნარა გოგო ავიდა და უცბად ამოუშვეს ისეთი ძარღვიანი ხმები. ყოჩახ გოგოებო ძალიან მიყვარხართ. მართლა ძალიან მუსიკალურები ხართ ეს ხმები თქვენი ერთმანეთს ისე ეხამებათ ან ვიზუალურად ულამაზესები და ეს ჩემი საყვარელი სიმღერათან და ძალიან დიდი მადლობა მიყვარხართ. კარგესები ხართ. ულამაზესები ხართ რა და აქ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვამაყობ რომ მეგრელები ხართ. ჩიქოვანებს თავის გავლენას ამეგრელოსი ყოველთვის ქონდა. აი სასწაულები ხართ და ძალიან მომწონხართ და ძალიან კარგად ღერი ხართ. არ დავიწყებ სიღრმეებში სიარულს, ფანტასტიკური იყო ყველაფერი. დიდი მადლობა. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. გავაცილოთ აპლოდისმენტები, არ მეთმობით ხა. ნახამდის მადლობა, დიდი მადლობა. არგინა შენ ურაფერს მოიტყვი, მე გამოვაცხადებ. მიჩილაშვილები. აი არ ვიცი, შეგვიძლია რამე სტანდარტი ავარჩიოთ ჯაზურ სტანდარტზე ამბობ, ხო? ინგლისური სიმღერა. ან ცოტა ისეთი ტემპიანით შეგვიძლია რაღაც პოპი მაგალითად. Lullaby of birdland, that's what I always hear. Na-da-da, never and more. რაღაც უცებეს გამახსენე, მაგრამ სახლის ვერ ვიხსენებ შენ მომაშველი, აი. Don't you worry about a thing. აბა მოდი ცადოთ ეო. Don't you worry about a thing. Don't you worry about a thing. მე მგონი ეს კარგია, იცი? შეგვიძლია მე ძალიან მიყვარს. უფრო ტკბილად რო ვიფიქროთ, რა სიტყვის შენ? ნახე რა გვაქვს თანდო. ჩემი საყვარელი ისე ტკბილეულობები. აი მე ის მიყვარს ის, აი ის. ის მეც მიყვარს. სიგნის ყავს, მომაწოდე. შენც გიყვარს? კი. აი სიგარეტს რო ეძახი, ნიგზებით და ხო. სიგარეტი. და ეს დაგვეხმარება. კი. Loving you, ხო? Loving you. ხო, კი, loving you ქვია. Loving you. ესე ძალიან კაია. კი ბატონო. ვიფიქროთ, მაგრამ მე რაღაცა შეგვიძლია ვარიანტები. არა? Loving you is easy 'cause you're beautiful. Making love with you is all I wanna do.
ბრავო ნინა, მართლა შესანიშნავი იყო. თვითონაც ყვავილივით მშვენიერი, თუტა. შეიშრე უკვე აცრემლი. უასწარი. მე ვილაპარაკებ, მე მგონი, ნინა, ძალიან დიდი მადლობა, მართლა არაჩვეულებრივი, ულამაზესი და ძალიან სასიამოვნო ნომერი გვაჩუქე. ერთი სიამოვნება იყო შენი მოსმენა და ერთი ამოსუნთქვით, მე მგონი და მამას ვაკვირდებოდი რა რეაქცია აქვს თქო და არაფერი გარდა იმისა, რომ გული ისე უცემდა, რომ ეთყობოდა ეს და ისე ჩქარას უნთქავდა. ვაყოფილი ხარ ბატონო ზიად? აღარა აქვს თავი საუბრის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მინდა მე მადლობა გადაუხადო რეჟისორს და პროდიუსერს. ისეთი ლამაზი იყო ეს ყველაფერი, სცენა იყო, აი რაღაც ზღაპარში წაგვიყვანა და შენ როგორი მაგარი გოგო ყოფილხარ, კაცო და მამა არ გამღერებდა ის დაისჯება მამა. მაცარეშილო ცოტა ხანი გადავჩაოდეთ მე. სოხაძეების ნიჭი აქვს ბავშვს, კაიგე? ძალიან კაი გოგო ხარ. ისეთი ლამაზი იყავით ამ სცენაზე, ესენი რომ ცუდ, აი რაღაც სპექტაკლი იყო. აი ძალიან კარგი ნომერი ქონდა მოყედა. კაი გოგო ხარ ძალიან. ნინა, არაჩვეულებრივი ნამღერი იყო, აი არაჩვეულებრივი, აი სასიამოვნოდ გაოცებულებიო რო იტყვიან, აი ესე დაგვტოვე ყველა. მართლა ულამაზესი ნომერი იყო და ისეთი ნამღერია, აი მართლა არაჩვეულებრივი. და როგორ მარტივად მღერი, როგორ ადვილად იღებ ამ ბგერებს, ეს არის საოცრება და როგორი სისუფთავეა შენს ნამღერში. ნუ უნდა აღნიშნო, რომ ეს მამის მანერა გაქვს, ეს რაღაცა რბილი ბგერა. კიდე კაიო ზვიადბა, კიდე კაი. რა ვქნა არ გეწყინოთ, მაგრამ ნუ მეცნო ეს, იმიტომ რომ ნამდვილად ეს რაღაცა ძალიან რბილად იღებ ამ ნოტებს უსუფთავესად და მე მინდა მშობლებს ყველას გთხოვოთ, რომ აცადეთ ამ თქვენ შვილებს სიმღერა და დაანებეთ თავი თქვენ შვილებს. ნუ ადიხართ მათთან, იმიტომ რომ მარტო ეს ბავშვები მღერიან არაჩვეულებრივად. იმღერეთ სახში და დიდ სცენაზე ბავშვები გაუშვით მარტო, იმღერონ მართლა საოცრად მღერით. ყველა, აი ყველა დღეს ვინც წარსდექით სცენაზე ბავშვები იყავით არაჩვეულებრივი. ჩემო კარგო, მეც დავამატებ აუცილებლად არაჩვეულებრივად შეასრულეთ და შესანიშნავია. აი პირდაპირ მე ვფიქრობ უკვე შემდგარი მომღერალი ხართ ნამდვილად და ბედნიერებაა ის, რომ აი სიმღერის კულტურის მქონე აი ასეთ არაჩვეულებრივ ოჯახებს ყავთ ასეთი შთამომავლები. ასეთი შვილები, ეს საოცარია პირდაპირ და ბედნიერია ჩვენი ერიც. აი ეხლა რომ ამის დემონსტრირებას ხედავს, როგორ გადადის ესტაფეტა მშობლიდან შვილზე. წარმატებებს გისურვებთ. შესანიშნავი იყო და შესანიშნავი. ნინა, განცვიფრებულები ვართ, განცვიფრებული ვარ. შოკში ვარ და პირი დავაღე და არ ვიცი, აი დამეხმარა მე თემო. საოცარი გოგო ხარ. ჯერ ულამაზესი ხარ. მე შინაგანად რა კულტურა გაქვს სიმღერის, რა ტექნიკა გაქვს, რა ხმა გაქვს. რა ბგერებს იღებ, იმ ბგერას როგორ იღებ საერთოდ, როგორ წდები მაგ ბგერას ამ სიმღერაში. ზვიადის ძალიან დიდი გავლენა კი არა, ზვიადის შვილი რო ხარ, გაავს ძალიან, მაგრამ თამარსაც მე უთხარი, რომ თამარის ძალიან დიდი დამსახურებაც არის, რომ ასე და ძალიან გავხარ. საოცარი ხარ მართლა რა. საოცარი გოგო ხარ და უდიდესი მომავალი გაქვს თუ შენ მომღერალი იქთან, მით უმეტეს თუ კონსერვატორიაში ჩაბარე და მომღერალი გინდა რომ იყო მომავალში საოცარი. მართლა რა უნდა უნდა. ესე იგი დიდი სიამოვნებაც სხვა რამე თუ უნდა სასწრაფოდ გადავიტანოთ. სხვა რამე თუ სასწრაფოდ გადავაფიქრებინოთ მართლა, იმიტომ რომ საოცარი მომღერალი ხარ უკვე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ პროექტს, რომ შენი თავი აღმომაჩენინა. საოცარი გოგო ხარ. ვინ თუ არა ზვიადმა იცის კარგად ნამღერის მადლი. ბედნიერია შენი დედიკო და მამიკო, რომ აი ესეთი შვილი ყავს შენი სახით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.
სულ გეუბნები რომ ვარს ყვავი ხარ თქო დღეს დაამტკიცე იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ სიმღერის თანამედროვე სიმღერის აი ამ სიმღერის სირთულე ეს არის ნემსის ყუნჩი უნდა გააძვრინო თითო ბგერა და ეს სიმღერა ან უნდა იმღერო ასე ანუ იდეალურად ან საერთოდ არ უნდა იმღერო და შენ მე არ ვიცი აი ისეთი სიამოვნება მივიღე რომ არ ვიცი მთელი ეს პერიოდი ვიყავი სულ ეკალ დაყრილი და საბოლოო ჯამში კიდე მე ფეხზე წამოვდექით და შენ აუცილებლად სულ უნდა იდგეს სცენაზე და უნდა გიცნობდეს მთელი საქართველო კი რომ მთელი მსოფლიო მე ესე ვფიქრობ მადლობა დიდი მადლობა გავაცილოთ ლამაზ კარგი ნუ სიფრიფანა და უნიჭიერესი ნინა სენიდა ჯერ შეჩეული და მე ნელ-ნელა შევაჩვიოთ ბრავო გენაცვალეში თუთა შემდეგი ოჯახი მოვიხმოთ მოდი მიდი და შენ თვითონ მოიხმე წაწენიძეები ხოჩახ შენ ხო იცი ჩემი უცხოური სიმღერების მიმართ დამოკიდებულება კი ივენთებზე კი მოსვენილი მაქვს Cuando se marea dolores, cuando se van a tomar. და ესპანური? ესპანური სიმღერების ბღერი ოღონდ სიტყვები არ ვიცი ხო? და ესპანურსაც ბღერი ეგრე გენაცვალე ხო იცი, ფრანგულსაც, იტალიურსაც. არც ერთი სიტყვები არ ვიცი ოღონდ. სახეებზე ვარჩევ ხოლმე თუ ვინმე ესპანელია არ ვღერი ესპანურად. ან მანამდე უთახდები წინასწარ რომ ეხლა ვიმღერებ და სპარსული. ხო იცი სპარსული შენ? კი. აგიერუს ინუმეთო ისე სხვათა შორის რამე ინგლისური სიმღერას რო ვიმღერო ჩემ თავსაც გამოვცდი ხო და რაღაც გამოწვევასავით იქნება ეს ხასიათი მაინც ვიცი ამ სიტყვაზე ლათინოამერიკული სიმღერების და აზიური სიმღერების რაღაც ისეთი მაგრამ ინგლისური სიმღერა ფაქტიურად არ არის ჩემს რეპერტუარში ერთი სიმღერა არის ძალიან მიყვარს Creep ასე ქვია. კი, ვიცი. ხალხისთვისაც საინტერესო და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გამოწვევა. შეფასებაც მე იქნება. ხო. მაყურებლისგან. Creep. თუ მიიღებს, მიიღებს. When I hear before, good look in your eyes, you're just like an angel, your skin makes me cry, you feel like a feather in a beautiful world, you're so very special. I wish I was special. I don't care for time. I wanna have control. I want a perfect body. I want a perfect soul. No, I want to deny it when I'm not around. So very special. I wish I was special, but I'm a creep. I'm a widow. What the hell am I doing here? I don't belong here. Wherever makes you happy, wherever you want, you're so very special. I wish I was special, but I'm a creep.
What the hell am I doing here? I don't belong here, so I don't belong here. Bravo! Bravo! ეს ახალგაზრდებმა მართლა ცეცხლი დაანთეთ ამ სცენაზე. ფოლკიდან როკზე. საერთოდ ბევრი სახე ვნახეთ მე მგონი გიორგისი და არა მხოლოდ გიორგისი, ხო? ჩვენი მომღერლების და ოჯახების. დიდი მადლობა. ძალიან რთულია, როდესაც კონკრეტულ ერთ მიმართულებას მიყვევი სასიმღეროს და ესე გადასხვაფერდე და სხვანაირად იმღერო რაღაც სხვა სტილის სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი შესრულება იყო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარა. არახალით დავიწყებ, რომ საოცარი ხმის ტემბრი გაქვს, ეს ყველამ ვიცით და ყველა შეთანხმებული ვართ ამაზე და ეს შენი ულამაზესი ხმის ტემბრი და მუსიკალური ნიჭი გეხმარება იმისათვის, რომ შეასრულო ყველანაირი ჟანრის სიმღერა თავის ხარისხში, იმ ხარისხში, რომელშიც უნდა იყოს და დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის. მადლობა. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. რამხელა დიაპაზონი გაქვს, გიორგი. ფანტასტიურად იმღერე რა, აი სულ ჭიანჭველებმა დაგვიარეს ისე შეეხე ყველა ნოტს და ყველა ტონალობას, აი სასწაულად იმღერე. დიდი მადლობა. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. სასწაული ბიჭი ხარ. დიდი მადლობა. ძალიან მეამაყება ასეთი ხალხისგან, ასეთი შეფასების. ყოველი შენი მოსმენა არის ახალი აღმოჩენა. თითქოს პირველად გისმენ და ვაი ესეც ვაი საოცრება ხარ. არ შემილია რო არ გითხრა, უნიჭიერესი ხარ, ზღვა შესაძლებლობები, ყველაფერი, რაც იმღერე, ყველაფერი გიხდება. ძალიან ნიჭიერი ხარ. წარმატებებს გისურვებ. გიორგი გენიჩალო, მე შევერთდები. იცით რამ სიამოვნებს გიორგის როცა ვყურებ. თვითონ როგორ ღებულობს სიამოვნებას. აი რომ ღერის ეს მისი ჟესტი, მოძრაობა, აი თითქოს ორი ადამიანი ერთად არის, არტისტი და მომღერალი და არც ერთი ზედმეტი ჟესტი. ეს არ არის რაღაც ხელოვნურად, აი იგრძნობა, რომ თითქოს ორი ადამიანი არის მასში ერთად გაერთიანებული. ძალიან შესანიშნავი პროფესიონალი ბრძანდებით და გაიხარეთ. წარმატებას გისურვებ. უდიდესი მადლობა, უდიდესი მადლობა. ეს სიმღერა არის, მე ვფიქრობ, კლასიკა, ანუ ურთულესი. შენ როგორც გინდოდა ისე მაინც რომ არ დავამთავრე? ბოლოს, შენ, ანუ ეგ მინდა ზუსტად გითხრა, რატომ კი გითხრა, რომ რთულია, რომ ვთქვათ, გადასხვაფერდე, მაგრამ შენი ინდივიდუალიზმი და შენი ხასიათი ამ სიმღერაშიც ძალიან გემოვნებით იყო ჩაქსოვილი, ჩემო კარგო და ყველგან მოყვება შენი ხმა, რაც გინდა ის ზუქენი და იქ ადი და ძალიან დიდი გამოიფიქრა, გამოვიდა. ზუსტად. მადლობა ამ სიამოვნებისთვის, ჩემო კარგო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა და დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ბენდს. მოდი ბარეგან ბენდს მადლობას გადავუხდით. დავით მასტერანოვი გიტარა. გია სალაღიშვილი დრამი. ნოდარ ექთიმიშვილი ბასი. ამ შემთხვევაში კონტრაბასი. პერკუსია თითო საკანდელიძე. და მაესტრო დავით მაზარაშვილი. ბრავო. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. შენ იცი რა ქენი? სპონსორებს გადაუხადე მადლობა. ვინ არიან ჩვენი სპონსორები? შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს და მე მადლობთ ვიტყვი ესე. ჩვენი სპონსორია კომპანია ავერსი, სადაც წარმოდგენილია იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი ელგონი, რომელიც მდიდარი არის თმის საღებავების მრავალფეროვანი პალიტრითა და ეფექტური შემადგენლობის მოვლის საშუალებებით. სხვათა შორის მორგებულია ქალბატონებისა და მამაკაცების სურვილებსა და საჭიროებებზე. ბატონო და ელგონი იყავი გამორჩეული და შეინარჩუნა ინდივიდუალიზმი. ჩვენი სპონსორია ბოლერო და კომპანია, რომელიც ლიდერია ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში. ფლობს საკუთარ ვენახებს და მეღვინეობებს კახეთში. ღვინო მზადდება სპეციალურად შერჩეული ვენახიდან და ყველა პროცესი გადის მეღვინე ტექნოლოგიის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. კი ბატონო, და ჩვენთან წარმოდგენილია საბადოს საუკეთესო ღვინოებით. ქვევრისაც. ჩვენი სპონსორია კომპანია ტკბილი ქვეყანა, რომელიც უკვე მრავალი წელია ანებირებს თავის მომხმარებელს თავისი ხარისხიანი პროდუქტით. იცხოვრა ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან ერთად.
ჩვენი სპონსორია ამერიკული ავეჯის სახლი Ashley Home Store ადგილი სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ავეჯი და სახლის დეკორი ნებისმიერი დიზაინის ინტერიერისთვის. მოუხდინე შენ სახლს Ashley. ჩვენი პარტნიორია კომპანია ნატალი 28 წლიანი გამოცდილება სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში. ძალიან მიხარია. ჩვენი პარტნიორია რესტორანი პაემანი ვერაზე. სად არის? თბილისური თავშეყრის ადგილია ნაფარეულის 8 ნომერში, სადაც დაგვხვდებათ უგემრიელესი კერძები, ატმოსფერო და განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ჩვენი ოქროს გოგონები. გულიკო მასწავლებელი გურგენიძე და თამარ რობაქიძე. და რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდამჭერია რადიო იმედი. რადიო იმედი. მე მგონი მოვიდა იმის დრო, რომ გამოვავლინოთ დღევანდელი დღის ფავორიტი სიმღერა. სიხარულიძეები, თქვენი ვარსკვლავი ვისთან მიდის? ჩვენი ვარსკვლავი მიდის ძოწენიძეებთან აუცილებლად. გიორგის ვარსკვლავი. ჩვენი ვარსკვლავი მიდის დავითიანებთან, კიასთან და ნინოცასთან და ჩვენი ვარსკვლავი მიდის მიჩილაშვილებთან. ბრავო! და მიჩილაშვილებმა ახლა გადასცენ ვარსკვლავი. ახლა დღეს მე ვმღეროდი მე. კი ბატონო. მიდი, კარგი გოგო ხარ, აი ესე. აბა რა? ჩემი პირველი ვარსკვლავი გიორგი ძოწენიძეს. მეორე სოფო სიხარულიძეს. ჩემი საყვარელი გოგო. და მესამე დავითიანებს. ნინუცა, შენ უფრო რა? დღეს ხო თქვენი დღეა შვილების. ჩვენი პირველი ვარსკვლავი მიდის რა თქმა უნდა მიჩილაშვილებთან. მეორე ვარსკვლავი მიდის ორი ვარსკვლავიდან ერთ-ერთ ვარსკვლავთან, ქალბატონ მაიასთან. თემური დღეს არ დაიმსახურა. თემური დღეს არ დაიმსახურა, კი ბატონო. და მესამე ვარსკვლავი მიდის ჩემს მეგობრებთან, გოგონებთან. ჩვენი ვარსკვლავი მიდის გიორგისთან, ძოწენიძეების ოჯახში. ნუციკო და მისი მეგობარი ნამდვილად ჩემ სოფოს სიხარულიძეების ოჯახს. დიდი მადლობა. აბა დედაშვილობა. პირველი ვარსკვლავი ნინოცას დავითიანების ოჯახს. საოცარი იყო. მეორე სოფო სიხარულიძეს. სოფიო. და მესამე ვარსკვლავი ჩიქოვანებს. ჩიქოვანებს ვარსკვლავი მაია. სურვილი მაქვს ახალგაზრდებს დაურიგო ეს ვარსკვლავები. დავიწყეთ. ნინას, მიჩილაშვილების ოჯახს. გოგონებს. ნუცა მარიამ. სოფოს. ბატონო გია. გია. რატის გიორგის და მე ნინას. მე დავიწყებ ჩემი მეგობრით აიგერ ჩემს გვერდით ჯდომი რატით. რატი. მარიამეთ ჩაჭრა ჩვენ შორის ეს ადგილი. ჩემს მეგობარ გიორგის აუცილებლად და ჩვენს ვარსკვლავ ნინას. მიჩილაშვილების ოჯახს და ნახოთ რა მოხდა. ბევრი ვარსკვლავია. ძოწენიძეებს და მიჩილაშვილებს გაუყვიათ დღევანდელი ფავორიტის სტატუსი და 5 ვარსკვლავით გიორგი და ნინა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას დღევანდელი საღამოსთვის. დარწმუნებული ვარ მაყურებელმაც ძალიან ისიამოვნა და ჩვენი გადაგჩენია რომ ერთი კვირით აგემშვიდობოთ.